გამარჯობა, ჩვენ ვართ ექსკურსია არის ჩვენი მეგობრების ასე ვთქვათ ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს გავიდეთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში და პირველ ეტაპზე პირველ რიგში გავისწროთ ჩვენი თანამოაზრეები, თანამგზავრები ესე ვამბობთ ხოლმე, აქტიური ადამიანები ვართ ჩვენც, ისინი ვინც ყოველდღიურად პროტესტის კერებში დგავართ, ვიბრძვით რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, როგორც შეგვიძლია ისე და მიგვაჩნია, რომ ეს ჩვენი აქტივობაც ერთ-ერთი ბრძოლის გზა არის, ვინაიდან აუცილებელია, რომ პირველ რიგში სანამ რაღაც უფრო დიდ, უფრო რაღაც მრავალფეროვანს დავგეგმავთ, პირველ რიგში ერთმანეთს ელემენტარული ვიცნობდეთ და ნდობა გქონდეს გარკვეული სახის ერთმანეთთან და დღეს ჩვენი მე-9 გასვლაა, მე-9 ქალაქში ვართ გასულები და მოკლედ როგორ ვაკეთებ მანქანას ვქირავ, ვსხდებით მეგობრები, ეს ტექნიკა რაღაც ტელეფონი რაღაცები შევიძინეთ რომ რაღაც გადაგვეღოთ, შემდეგ ვდებთ ამას YouTube არხზე მთლიან ვიდეოს და ჩვენ შორტებად ვჭრით და მინდა რომ უფრო ფართო აუდიტორიამ ჩვენმა თანამოაზრეებმა გაიგონ სხვა ქალაქის აქტივისტების, აქტიური ადამიანების შესახებ. ვიცი რომ ძალიან ბევრი პრობლემა საქართველოში, მათ შორის ყველა ქალაქში შეიძლება ჩვენ ერთი საერთო დიდი პრობლემა გქონდეს, მაგრამ ყველა ქალაქს აქვს მაინც თავისი რაღაცა ინდივიდუალური განმასხვავებელი ნიშნები, ისეთი საკითხები, მაგალითად გორში შეიძლება რაღაც ისეთი საკითხი იდგეს, რაც აქტუალური არ იყოს თუნდაც იმენად ზუგდიდში პირობითად, ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პირველ რიგში გავიგოთ აი ამ ქალაქის პრობლემების შესახებ რა გამოწვევებს აწყდებით აქტიური ადამიანები. მეორე ეტაპად გვინდა ვისაუბროთ თვითონ პროპაგანდის შესახებ, ვინაიდან ზოგადად რუსული რეჟიმი და რუსეთი მთელი აი პროპაგანდაზე დგას ხოლმე ძირითადად და ამაში არიან ძალიან, რა ვიცი, დიდ რესურსს ხარჯავენ და მათი ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი იარაღია. ამიტომ გვაინტერესებს ასევე თუ რამით განსხვავდება გორში მათი პროპაგანდისტული ნარატივები საერთოდ ზოგადი მესიჯებისაგან, რასაც ავრცელებენ. და მესამე ეტაპი გვინდა ვისაუბროთ ასევე როგორ შეგვიძლია ერთმანეთი გავაძლიეროთ, ერთმანეთს დავეხმაროთ. მოკლედ ეს არის თავისუფალი ვართ საუბარში, რა თქმა უნდა, თქვენ პირადი გამოცდილებები, აი როგორც გინდათ, რაზეც გინდათ იმაზე ვისაუბროთ და ერთმანეთს გადავცემთ მიკროფონი მე საუბრისას. გამარჯობა, მოგესალმებით. მადლობა პირველ რიგში ჩვენთან ჩამოხვედით და დაინტერესდით ჩვენი პროტესტითაც. 180 დღეზე მეტია გორში რაც აქტიურად ვდგავართ და არ ჩაგვიგდია არც ერთი დღე და ჩვენი მთავარი ასე რომ ვთქვათ მამოძრავებელი ძალა იყო ეს პირველივე დღიდან რომ ერთი ადამიანიც რომ იყოს ქუჩაში ის აქცია ჩატარდება და არ ჩავარდება ის პროტესტის დღე. საბედნიეროდ ჩვენ გარდა იმისა რომ ვაძლიერებთ პროტესტს, ვაძლიერებთ ერთმანეთსაც, მხარში ვდგავართ ერთმანეთს და დღემდე არ გქონია არც ერთი დღე და არც ერთი შემთხვევა, როდესაც ერთი ადამიანი სამარა დარჩა პროტესტი, იმიტომ რომ გვაქვს პირველ რიგში ერთმანეთს იმედი და ვიცით რომ ერთმანეთს მარტო არ დავტოვებთ და გვაქვს мотивация ზუსტად იგივე რომ მარტო არ უნდა იყოს არც ერთი აქციის მონაწილე. ჩვენი ქალაქის სხვა ქალაქებისგან თავიდანვე განსხვავდებოდა იმით რომ შეეცადნენ ზუსტად იმ ასე რომ ვთქვათ ჩვენთვის მნიშვნელოვან წერტილებში დაერტყათ ჩვენთვის რომ გავეჩუმებინეთ რომლებიც ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი და ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. თუნდაც ჩემს მაგალითზე შემიძლია მოვიყვანო ეს კონკრეტული ფაქტი, გარდა იმის რომ აქტიურად მონაწილეობ პროტესტში, გარდა იმის რომ ვარ სტუდენტი, ასევე ვარ ახალგაზრდული მუშაკი და 8 წელზე მეტია უკვე ახალგაზრდებთან მუშაობ, როგორც მონაწილე ყოფილი ვარ სხვადასხვა პროექტების, ასევე ორგანიზატორი და ასევე მოხალისეობრივადაც არაერთი საქმე გკეთებია და ზუსტად ამ მოტივით რომ ახალგაზრდებთან გვემუშავა, მე ის განჯარით მქონდა სივრცე აღებული და გაკეთებული მქონდა ახალგაზრდული სივრცეს ფეისი. ეს სივრცე ემსახურებოდა იმას, რომ ნებისმიერ დროს დილის 10 საათი და საღამოს ღამის პირველ 2-3 საათამდე შეეძლოთ ახალგაზრდებს მოსულიყვნენ და როგორც ჩვენ ვამბობთ, ყავის და ნამსხურის ყიდვის გარეშე, თანხის დახარჯვის გარეშე გამოეყრებინათ ეს სივრცე, ემეცადინათ, ეთამაშათ სხვადასხვა სამაგიდო თამაშები, შეხვედროდნენ მეგობრებს. და ჩვენი მთავარი მისია იყო ის ამასთანავე, რომ ეგრეთ წოდებული ნიტ ახალგაზრდები მოგვეზიდა ჩვენკენ, ანუ ის ახალგაზრდები, რომლებიც არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობის, სკოლაში სიარულის, უნივერსიტეტში სიარულის მაგივრად ქუჩაში ატარებდნენ დროს. საბედნიეროდ წელიწადნახევრის მანძილზე ჩვენ ამას მივაღწიეთ და შევძელით ის რომ ესეთი ახალგაზრდები ჩვენთან შემოგვეტყუებინა და შემდგომ თვითონი აღარ უნდათ გასვლა ჩვენი სივრციდან და 1500 ბენეფიციარამდე ავედით საბოლოოდ და
სამწუხაროდ ბოლოს მოხდა ის, რომ ხელშეკრულება აღარ გაგვიგრძელა მერიამ და მთავარი მიზეზი და მიზანი იყო ის, რომ ჩვენ უნდა იქით ქუჩაში და ვაპროტესტებდით ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას და მიზანი იყო ის, რომ გავეჩუმებინეთ ჩვენ. სამწუხაროდ, როდესაც მიხვდნენ, რომ არ გავჩუმდებოდით და ჩვენთვის უფრო წინ, შენობაზე წინაც ამ შემთხვევაში და იმ ჩვენს мотиваციაზე წინაც იდგა მთავარი мотиваცია ქვეყნის გადარჩენა და ევროპული კურსიდან არ გადახვევის გზაზე ჩვენი ნაბიჯების არ გაჩერება. ამის შემდგომ უკვე გითხრას, რომ სივრცე უნდა დაგვეტოვებინა იმის გამო, რომ დაეტვირთათ ეს სივრცე მათი აქტივობებით, კულტურული შემეცნებითი ღონისძიებებით და საბოლოოდ მოხდა ისე, რომ გახსნეს ახალგაზრდული სივრცე, იმ სივრცეს შედარებით ახალგაზრდული სივრცე იყო ისედაც გახსნილი. მათი მთავარი მიზანი იყო ის, რომ არ ყოფილიყავით ჩვენ და არ ყოფილიყო იმ ახალგაზრდების თავშეყრის ადგილი ეს სივრცე, რომლებსაც გააჩნდათ პროტესტი და უნდათ საკუთარი პროტესტის ხმამაღლა დაფიქსირება. და ეხლა ისე ფუნქციონირებს ეს ანუ ისე რაზგულის თავისუფალი სივრცე ხო? გეტყვით. ბოლო მონაცემებით რაც ვნახეთ ინფორმაცია დადებული იყო ერთ-ერთი IP-ის გვერდზე, როგორც ვნახე, რომ კვირაში 2 დღე იტვირთებოდა სივრცე 2 საათით. ახალგაზრდებისთვის, სკოლის მოსწავლეებისთვის იყო საკვირაო სკოლა, ესეთი ინფორმაცია ვნახე მე. ამის შემდგომ აღარ შემოხვედრია არანაირი ინფორმაცია, არ ვიცი ხლა რა აქტივები ხორციელდება, მაგრამ ის სივრცე, რომელიც გადმოიტანეს, იყო სხვაგან მანამდე და იქ არ ქონდა ეს დატვირთვა, რომ დილით ნებისმიერ დროს მედი დილიდან დაღამებამდე ითამაშე რაც გინდა, შეხვდი მეგობრებს იმედსადმე ეს დატვირთვა არ ქონია მანამდე. მან რა ფუნქციას მისცემენ ჯერ არ ვიცით. მოგესალმებით. მადლობა პირველ რიგში რომ მოგზანდით და გორით დაინტერესდით. ზოგადად გორი არის ძალიან რთული ქალაქი რა. აქვს ძალიან მძიმე ისტორიული მეხსიერება, სხვადასხვა ფაქტორია, რის გამოც შეიძლება გორში დამძიმდეს, მაგალითად, ევროპული მომავლისთვის ბრძოლა და აქციების ჩატარება. აქ არის ძალიან ორი მნიშვნელოვანი ამბავი. ეს არის, რა თქმა უნდა, ომის ფაქტორი, იმიტომ რომ რამდენიმე წლის წინ აქ ძალიან მძიმედ გადაიტანა ამ ქალაქმა ომი და მეორე ფაქტორი ეს არის სტალინური მეხსიერება. ამ ორი ფაქტორის გამო გორში ყოველთვის ჭირდა ეს რაღაცა ევროპული აქციების ჩატარება, ხმამაღლა ლაპარაკი იმ თემაზე, რომ ევროპა კარგია, მაგრამ აი ეს ბოლო პერიოდში რაც მოხდა ქვეყანაში, რა თქმა უნდა, გორზეც აისახა და ეს არის, გორში არის ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პროტესტი, მგონი ექსკლუზივია, პირველია, რომ ამდენი ხანი უწყვეტად დგას ხალხი და ითხოვს ევროპულ მომავალს, ხო? რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან სასიხარულო ამბავი გორისთვის, რომ რაღაც უფრო მეტად სიახლეები გაჩნდება მომავალში, როდესაც გვექნება ის ნანატრი ევროპული ქვეყანა, რისთვისაც ამდენი ხანია ესე ყველა ვიბრძვით. ხო, კიდე რა შეიძლება ითქვას გორის საკითხზე, რა თქმა უნდა ეს არიან აქ არასამთავრობოები, არიან პარტიები, რომლებსაც ხო, ჩვენი გადმოსახეთიდან უფრო მეტი მოეთხოვებათ და უფრო მეტს უნდა აკეთებდნენ და უფრო მეტად უნდა იყვნენ, ასე ვთქვათ, გარეთ, იმიტომ რომ პირველ რიგში მათზე დგას ხალხი, თვითონ დგან ხალხის ნებაზე, არც ერთი პოლიტიკური პარტია თუ არასამთავრობო ორგანიზაცია არ იარსებებს, რომ არა ხალხის სურვილი, ხო? მაგრამ ვფიქრობ, რომ მათაც უფრო მეტად, ასე ვთქვათ, შეინჯღრევიან და რაღაც გამოიხედებიან ხალხის მხარეს. ასე ვფიქრობ, ვიმედოვნებ, რომ ასე იქნება. რაც შეეხება იმას, რა უნდა, რა ხდება ზოგადად გორში, ხო, როგორც აღნიშნე ამ თავისი ისტორიით, მაგრამ ვფიქრობ, რომ ხო, უფრო მეტად სწორხაზოვანი აი ამ ბრძოლით, რასაც მთელი საქართველო არის ჩაბმული, გორშიც დადებითი შედეგები მოყვება. გამარჯობა. ლევს მიწუნებენ და მოგესალმებით არ თქვი, მაგრამ რა ვიცი, თუ გნებავს მოგესალმებით. ცოტა განსხვავებულ ამპლუაში ვარ ამ პროტესტში ჩართული, ანუ და რატო განსხვავებულში ვიტყვი. ბევრ აქციაში მიმიღია მონაწილეობა, იმიტომ რომ დღიდან ქართული ოცნების მოსვლისა ვიცოდი, რომ რუსულ ძალასთან მქონდა საქმე და მათი დატოვება და მიტოვება არც ერთ ეტაპზე არ შეიძლებოდა და აი 100-ჯერ მეტად კრიტიკულები უნდა ყოფილიყავით, იმიტომ რომ კურსი დასაცავი გაგვიხდებოდა, მოკლედ ვიცოდით ეს ამბები. მაგრამ დღეს ვარ აქციაში როგორც დედა. 2 ვაჟის დედა, რომლებისთვისაც აი ყველაფერს გავაკეთებ, რომ უსაფრთხო, ევროპულ
საქართველოში იცხოვრონ და მიიღონ ყველა ის უფლება, რა უფლებებითაც სარგებლობენ შვედი, გერმანელი ან ჩეხი ბავშვები. გულისხმობ ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას, განათლების ხელმისაწვდომობას და ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნას. რაც შეეხება აი ამ პროტესტს, რომელიც უკვე ვერ ვიგებ სამწუხაროდ და საბედნიეროდ გვაერთიანებს ადამიანებს, ანუ ვისურვებდი რომ არ გვაერთიანებდეს და საერთოდ არ იყოს საჭირო რომ პროტესტი გქონდეს. მაგრამ რა კი გვაქვს და რა კი დავიწყეთ და აუცილებლად უნდა გავიყვანოთ ეს საქმე ბოლოში და ბოლოში გაყვანა იქნება რუსული გავლენების გაქრობას დიდი ალბათობით ვერ მოვახერხებთ, მაგრამ მინიმუმამდე შემცირება, როდესაც ჩვენ შეგვეძლება აი ამ ძალების კონტროლი. განსაკუთრებით გორში, ჩემი აზრით პროტესტი, აი უფრო მესმის საბას პოზიციაც რომ გორში რაღაცები გვაფერხებს ადამიანებს, აი პროპაგანდის ნაწილი თქვი რომ მეორე ნაწილში მაგაზე ვისაუბრათო და კი გორში პროპაგანდა რომ აბაომი გინდა, უფრო მეტად მუშაობს ვიდრე ქუთაისში. სიტყვაზე პირობითად ვამბობ. მაგრამ დღეს, როდესაც ხარ ქალაქში, მით უმეტეს ხარ ქალაქში დევნილის ამპლუაში და აქ ჩასახლებები გვაქვს ჩვენ დასავლელი მეგობრების დახმარებით სხვათა შორის, მადლობა მათ ამისთვის, რომ ეს ადამიანები ღიაცის ქვეშ არ დაგვჩნენ და კოკესკილივით თავის დაწვა არ უწევთ საცხოვრებლის მისაღებად. აი ამ ქალაქში ბედავს ვინმე ირაკლი კობახიძე ან არ აქვს, საერთოდ არ აქვს ახალსა და გვარს არსებითი მნიშვნელობა და გვადანაშაულებს ომის დაწყებაში. თან ომის დაწყებაში ისე რომ პირდაპირ რუსულ პროპაგანდაზე ზის და ფაქტობრივად გენოციდში გვდებს ბრალს ოსი მოსახლეობის წინაშე, რომ შევიჭერით და აი ეს სიტყვები მზარავს და მანადგურებს მძინარე ცხინვალი დავბომბეთ. არ ვიცი მე აქ რომელიმე სქონია თუ არა მანამდე სამაჩაბლოსთან შეხება, მაგრამ მე ჩემი ბავშვობა მაქვს გატარებული სოფელ ხეითში და ცხინვალს არც ერთი ღამე არ ზინებია ადამიანებო. იქ თითოეული ქართველი იყო ყოველდღიურად საფრთხის ქვეშ. იქ ადამიანები კვირების განმავლობაში ჩადიოდნენ საკუთარ სარდაფებში და უკან ამოსულებს სახურავები, ფანჯრები, კედლები ხდებოდა დაცხრილული. იქ ადამიანებს მანქანებში ცხრილავდნენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ძალიან ბევრ გამოწვევას ვიღებდით. არ ვიცი, ამ პასუხის გამო პირველი რამაც აი ძალიან აგრესიული გამხადა და პირდაპირ არ ვიცი გადამაგდო ამ პროტესტში, ზუსტად ეგ ბოდიში იყო შეთვლილი გორიდან. ბოდიში არ გვაქვს მოსახდენი. ბოდიში არასდროს არ იქნება და ბოდიში ვინც უნდა მოიხადოს და საერთოდ პასუხი უნდა აგოს კაცობრიობის წინაშე არის რუსეთი თავისი პატარ-პატარა განშტოებებით და კი რუსული ოცნება არის ყველამ ვიცით რომ რუსეთის განშტოება და ყველამ ვიცით რასაც ვებრძვით. თვითონ აი პროტესტის დანარჩენ ნაწილს რაც შეეხება უწყვეტობას და ასე შემდეგ დარწმუნებული ვარ ყველა ქალაქს აქვს ეგ ტკივილი რომ ვიღაცის გვერდით ვერ დგება ვერ ნახულობს ანუ აი საერთოზე მეტს ბევრ განსხვავებას ხედავს და ამის გამო რა ვიცი არ დგებიან ან იმიზეზებენ რომ ამის გამო არ დგებიან მაგრამ მე მგონი დრო კი არა დაგვიანებულია იმ ზიამაღლებელმა გითხრა რომ იბრძოლეთ ვიდრე გვიანი არ არისო და გვიანია უკვე ხალხო აი გვიანია ყველამ უნდა ვიბრძოლოთ და ყველამ ჩვენი მაქსიმუმი უნდა დავდოთ, იმიტომ რომ გავდივართ იმ ორბიტიდან, რასაც ქვია ცივილიზაცია, ხო? გავდივართ, იმიტომ რომ ევროკავშირი რავი რეზოლუციაზე იღებს, სანქციების პაკეტს უმატებს და ასე შემდეგ და ყველაფრით გვეუბნება რომ კი ხალხო გაფასებს, კი თქვენს გვერდით ვდგავარ, კი თქვენ გაქვთ ახლა ჩემი სიკეთეები, პირობითად სკოლა გაგირემონტეთ, თქვენი მეწარმე ქალი დავაფინანსე, ეს გავაკეთე, მაგრამ მე ვერ ვითანამშრომლებ შენთან და ვერ დაგეხმარები თუ შენ ამის საშუალებას არ მომცემ და უნდა მივცეთ ამის საშუალება ყველა. მათ შორის, არ ვიცი, ბიზნეს სუბიექტი იქნება ეს თუ ჩვეულებრივი სამოქალაქო პირი, უნდა იყოს ამ ბრძოლაში ჩართული. განსაკუთრებით, აი რუსკას მინდა უდიდესი მადლობა უთხრა აქ, ჩემს გვერდით, რის გამო რომ არ ერიდება ადამიანების თვის სიმართლის თქმას პირში და რუსკა არის ადამიანი, რომელიც ყოველდღიურად მე არ მქონია NGO სექტორთან შეხება გორში დიდად, გარდა იმისა, რომ ერთ-ერთ პროექტში რაღაც პერიოდი ვიყავი ჩართული და იმ პროექტის ადამიანებსაც ვერ ვხედავ სამწუხაროდ პროტესტში. რუსკა არის ადამიანი, რომელიც ეუბნება, რომ შენი ვალდებულება არის, რომ მაგის ნაწილი იყავი და დაიცვა, იმიტომ რომ ამას ვკარგავთ და ამას თუ დავკარგავთ, რავი, შენი შვილის დაზარალდება, შენი მეზობელის დაზარალდება, ქალაქის დაზარალდება და ყველას დაზარალდება. ამიტომ ყველას მინდა მოუწოდო, რომ აი ეს დამყოფი რაღაცეები გავწიოთ გვერდით იქამდე, სადამდეც შეგვიძლია და გავერთიანდეთ იმ საერთოს გარშემო, რასაც ქვია რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა.
და მგონია რომ აი ამ ერთობით არ ვიცი და ვღლით როგორც ისინი გვღლიან როგორც ისინი გვებრძვიან ყველგან უსაფრთხოებას გვირღვევენ არ ვიცი სიმშვიდეს გვირღვევენ პოლიტპატიმრები ყვანან საერთაშორისო ასპარეზზე აი საქართველოს რეპუტაციის აღქმაც კი არ მინდა აი არ მინდა ეგეთი შორი პრეზიდენტი შევხედო როგორ გვიყურებენ ახლა იქიდან აი იმ დონეზე გვაზარალებენ მაგრამ მე მგონია რომ იქეთაც არანაკლებ ზიანს ვაყენებთ აი ამ უწყვეტი პროტესტის ფონზე და უფრო მძლავრი პროტესტი შეიძლება აი ვინებიც გაიწივნენ და თქვეს რომ აი აზრი არ აქვს რამდენჯერ ჩავედი ამდენჯერ გამოვედი ამდენჯერ მივედი ძალიან ცუდი სიტყვა არის. მე თუნდაც მეგონა კაი რა აზრი აქვს რომ დადიხარ. ცუდია. მე მაინც ნუ მეტყვი. შენ თუ გადაწყვიტე რომ აზრი არ აქვს, მე ნუ მეტყვი რომ აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ვფიქრობ რომ აზრი აქვს ყველა დღეს, ყველა წამს და აი ახლა უკაცრავად ამ სივრცეში რომ ჩვენ ეს ადამიანები ვართ შეკრებილები და აზრებს ვცვლით, ამასაც აქვს უდიდესი აზრი. არ ვიცი, გისურვებთ რომ გავერთიანდეთ, გისურვებთ რომ კიდევ ერთხელ განმეორდები საერთო ინტერესების გარშემო ვიყოთ და დამყოფებით ცოტა ხნით მაინც გადავწიოთ უკან და დავამთავროთ სასწრაფოდ რუსული ოცნება მართლა გვიანი არის და მართლა ირანის და ჩინეთის სიბრტყეზე ვართ გადაგდებულები უკვე, როცა აზერბაიჯანი და სომხეთი აი ჩვენს როგორც თქვა სტრატეგიულ მნიშვნელობას თვითონ იღებენ. აი ეკონომიკურადაც კი დაარტყავს ეს საქართველოს გარდა პოლიტიკური მნიშვნელობისა, რომ დავაიგნოროთ, ხო, ამიტომ აუცილებლად და სასწრაფოდ უნდა ვიმოქმედოთ. მადლობა. ხო, გაერთიანების ნაწილში მინდოდა რამდენიმე სიტყვა მეთქვა რა. ანუ ძირითადად აი აქტივიზმში თუნდაც ერთ-ერთი ყველაზე მარტივი პირველადი რაღაც პრინციპი არის ის, რომ უნდა ვეძებოთ რაღაც გამაერთიანებელი ნაწილები რა, ერთმანეთში არ არის აუცილებელი ერთმანეთს ბავშვები მოუნათლოთ, ხო? ვიღაცას თავისი წარმოდგენა აქვს, ვიღაცას თავისი წარმოდგენა აქვს, ხო? მაგრამ უნდა ვეძებოთ ის წერტილები, სადაც რაღაც საერთო გვაქვს და იქიდან უნდა შევუტიოთ რა, მაგას ვლაპარაკობ. ყველა შეგვიძლია ხო, ვინც ამ პროტესტში ვარ ჩართული, რაღაც ერთი საერთო გადაკვეთის წერტილები ვიპოვოთ და იმით დავიწყოთ, ხო? ანუ ეს ერთობა ზოგს რაღაც ძალიან სხვადასხვანაირად ესმის, რავი, ზოგი ფიცზე, ზოგი ზე იფიცება და რაღაც ანუ ეგრე არ გამოდის რომ მოდი აი ყველანი ახლა ერთად ვიყო და ვიბრძოლოთ ერთად ხო აი ეს ცოტა საბრძოლოსავით გამოდის ხოლმე ხო გაერთიანება არის შესაძლებელი როცა ჩვენ იმ წერტილს ვიპოვით რომელიც ორივეს გვინდა სამივეს გვინდა და აი ის იქნება ჩვენი რაღაცის წერტილი საიდანაც რაღაცას დავიწყებთ ხო ამიტომ ზუსტად ეგ არის ჩვენი მიზანიც ეგ არის რომ რაღაცას გადაკვეთის წერტილები ვიპოვოთ ახლა ჩვენ აქ ის ადამიანები ვართ შეკრებილები ვისაც რეალურად თავი გვაქვს გადადებული რა ამ პროცესებში რა ამიტომ ჩვენ უფრო მეტად გვესმის ერთმანეთის ვიდრე იმათ ვისაც რა ვიცი ბრძოლა მაგალითად აი მარჩევნებში თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა გზავს და სხვადასხვანაირად ესმის ეს ხო მაგათთან მაკუთხით ჩვენ გადაკვეთის წერტილები ვერ გვექნება ამ კუთხით ამიტომ ყველაზე ესეთი თანამებრძოლები და აზრი გადაკვეთები რაც ვისთანაც შეიძლება გქონდეს ჩვენ ხართ თქვენ ის ადამიანები ვინც მართლა ქუჩაში ხართ ყოველდღიურ პროტესტში მონაწილეობდა ეს ძალიან დასაფასებელია თავი დაჯარიმე ფულები დაკავებულები მაგალითად აგერ ოთო ორჯერ არის დაკავებული ჩვენგან და ასე შემდეგ კიდე სხვაებიც და რავი მოკლედ ეგ არის რა ეს არის შენობა ხო სამშენობაზე ხო მოკლედ პირველად ხდება რომ გორში ამდენი ხნის მანძილზეა პროტესტი ფაქტობრივად არასდროს არ ყოფილა რაღაც ერთ-ერთ პროექტში შაშანცი პროტესტის ისტორიას ვიკვლევდით რა ამ ქალაქის და ძირითადად ხდებოდა ხოლმე რაღაც სოციალური რაღაცა ერთდღიანი ორდღიანი ამბები მე რაც არ უნდა უცნაური იყო სტალინის კულტის შემდგომ იყო გრძელვადიანი შედარებით რამდენიმე კვირიანი პროტესტი და მე საერთოდ ხალხით დაცხრილეს და მანამდე გასაბჭოება 24 წლის აჯანყება როცა ამზადდებოდა, მაშინაც რაღაცა ისინი იყო, თუმცა მიწის ქვეშ, ასე ვთქვათ, იატაკ ქვეშ იყო ეს პროტესტის ის საკმაოდ ფართო მასშტაბით და მაშინაც ფაქტობრივად ისე გამოვიდა, რომ ისტორია გააქრეს ბევრი ადამიანის სახელებიც კი არ ვიცით და ნუ ადგილებზე აღარ არის ლაპარაკი. ერთი რაც არის ახლა ჩვენ სადაც ვართ და როგორც ვართ არის ის რომ ნუ როგორც შეგვიძლია ისე ვართ ჩართულები და ვფიქრობთ პროტესტი ანუ ისე უნდა გააკეთო რომ მაქსიმალურად რა ქვია ასე ვთქვათ იყვიროს ამბავმა და ჩვენც იქ ვართ ზუსტად და კარგად გამოგვდის ესე მგონია რომ ხალხს კიდევ ერთხელ შევახსენოთ ის ამბები რაც ვთქვათ ამ ბოლო 1 წლის მანძილზე ხო თუ ფაქტობრივად 1 წლის მანძილზე და ნუ წინა რუსული კანონიდან მოყოლებული
წინარუსული კანონიდან უკვე რაღაცნაირად ჩვენი ორგანო დათარგეთებული ვართ და მე უკვე ის არის რა არ გაჩერდა რა ტალღათ არის ხოლმე ის რაღაც დღეს ახლა ვართ ამ სივრცის დაკარგვის ზღვარზე ალბათ წლის ბოლომდე ჩვენი ადვოკატის ლექსოს ისიც პროტესტია ჩართული ყოველდღიურ რეჟიმში დახმარებით წლის ბოლომდე მივიყვანთ ამ პროცესებს და მერე შემდგომში უბრალოდ ის არის უბრალოდ ჩვენ კარგად ვიცით რომ ნუ ეს სივრცე თუ არ იქნება ჩვენ მაინც ვართ ხალხი იმიტომ რომ სივრცის გარეშეც მაინც რაღაცებს ვიზავთ და ყველა სამწუხარო არის ის რომ როცა ეს ამბები მორჩება ისეთები აღარ ვიქნებით როგორიც დღეს ვართ ის ურთიერთობები აღარ გვექნება იმ ხალხთან ვისთანაც ერთად შეიძლება გავიზარდეთ ბავშვობა გავატარეთ მეგობრობა გვაკავშირებდა იმიტომ რომ არ ვიცი ამ პროცესებზე როგორ შეიძლება რომ უბრალოდ რაღაცნაირად თანაგრძნობა არ ქონდეს ვიღაც მიმართან და ანუ ამას რო იაზრებ მე რომ ამ ადამიანს არ აქვს რა ეს რავი არ ეწოდება მზია არ ეწოდება რავი ზინდის პატიმრების დანარჩენ ბიჭები და ხოდმე უკვე თავში რაღაცნაირად გაერორებს რა პირდაპირ მნიშვნელობით რომ რავი რანაირად ვიყავი ამის მეგობარი ან მე რაღაც ვილაპარაკო საერთოდ და მე უკვე ხდები რაღაცნაირად ცდილობ ან გაერიდო ან თვითონ გაგერიდონ და ხო ეს გვაშორებს რა აი რაც ქნა ამ რეჟიმმა არის ზუსტად ეგ რომ ადამიანები დააშორა მათ შორის ბავშვობის მეგობრები და ოჯახებია პირდაპირ მნიშვნელობით რომ რა ვიცი ერთმანეთს არ ლაპარაკებიან უბრალოდ ეს ისე გამოვიდა რომ ეს სივრცე არის რაღაცნაირი ისეთი ვინც იმ ადამიანების შეკრების ადგილი ვინც ამ ქალაქზე ცოტა გრძელი მასში ხედავს და რაღაცნაირად უნდა რომ ფუნქცია ქონდეს. ერთი რაც აი ჩვენ შეკრების თავარი ის არის თავიდან ბევრი წელს წინ რომ შევიკრიბეთ 2013 წლიდან. და იყო რომ ქალაქის იდენტობა უნდა შეგვეცვალა და ეს ქალაქი გვინდოდა რომ გახდარიყო, ანუ ვისაც გორზე დაიწყებდა ლაპარაკს პირდაპირ უნდა ყოფილიყო რომ კულტურის ქალაქი, უნდა შემოქმედებითი ქალაქი. და აი ფაქტობრივად ეს სივრცეც მაგისი ნაყოფია და მე შემდგომში რა გეგმებიც ქონდა ისინიც. რომ გვინდა ისეთი რაღაცები აქტივები ხდებოდეს აქ რაც თქვა სხვას არ აქვს, იმიტომ რომ რეალურად ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ამის და ადამიანებიც რაღაცნაირად ისე კი ბევრი მიდის როგორც სხვა პატარა ქალაქებიდან, ანუ მიგრაცია ერთ-ერთი დიდი პრობლემა, თუმცა აქვს ის უნიკალური ხაზი, რაც თქვა ამ ქალაქს გამოარჩევს. და გვინდა რომ იყოს რაღაცნაირად კულტურასთან ასოცირდებოდეს და არა თქვა სტალინთან და მსგავს თემებთან. გვინდა თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი იყოს ამ ქალაქში, რომელიც იქნება უნიკალური და ფაქტობრივად საქართველოში ერთადერთი და მე არ მარტო საქართველოში. გვინდა ის რომ თქვათ ეს ქალაქი იყოს რაღაცნაირად ამ ომის და ბრძოლების შემდგომ თავარი ის ასე თქვათ შებრიგებლის თუ რავი როგორც გვინდა ისე დავარქვათ რა გააფუჭეს ეს სიტყვა მშვიდობა და ანუ ერთ-ერთი მშვიდობის ქალაქი იყოს პირდაპირ მნიშვნელობით იმიტომ რომ ბევრი სიმბოლური დატვირთვა აქვს და მათ შორის სტალინის თემაც რა ეს სხვანაირად უნდა გადავიაზროთ და მე შემდგომში უკვე ისე განმოვითაროთ როგორც რეალურად არის როგორი სიტყვები წაგვართოს ესე მშვიდობა, იმედი, ოცნება, ღირსება, აი ღირსება, აი რა, ხო ძალიან ბევრი სიტყვა გააფუჭეს რა, აი რო ვეღარ იძახი მე და არც ზეთან მე ეძებ რომ ამის ის რა არის ანალოგი რა, ხო და აი მშვიდობის ამბავში ხა ძალიან შარშან წინასაარჩევნო ძალიან იმუშავა ამ მშვიდობის იმან რა, ომის თემა, აი ქალაქში კიდე შედარებით ნაკლებად აი რაიონებში რო გასულიყავით აბა ომი გინდას თემა აი ის იყო მეორე იყო ეხლა რა ვიცი ეს რა ქვია ერთს ხო აი რაღაც ეგ იყო თითი და გამოწვეული კი არა და არ ვიცი სამწუხაროდ ჯერ კიდევ ეს მოგესალმებით მეგობრებო და ბოდიშით რომ დამაგვიან და სამწუხაროდ კიდევ ჭრის ეს ის რომ დედა და მამა რაზეც გული მტკივა, იმიტომ რომ ადამიანები არ ფიქრობენ იმას და არც ცდილობენ რომ იფიქრონ, თორე ამ თემას რომ გავუყვეთ ძალიან შორს წაგვიყვანს და სასაუბროდ ძალიან ფრთლად გამოგვივა, მაგრამ გულისატკენია ის რომ პირველ რიგში 2008 წელს, როდესაც ამ ქალაქში ბომბები ცვიოდა აი ეს ადამიანები რომლებიც მოვესწარით და ჩემი შვილი 8 წლის იყო და 9 წლის მყავდა და აი ძალიან ცუდი შედეგი იყო და
დედა მოუკვდათ ასე ეგონათ, იმიტომ რომ გავრცელდა ჭორი რომ დაიბომბა საკრებულო შენობა, იყო გამგეობის შენობა მაშინ, იქ მუშაობდი და რა თქმა უნდა ეს შემდგომ კიდე ეს კასეტური ბომბი რო ჩამოვარდა და ეს ყველაფერი ამ ყველაფერმა ჩვენ კისერზე გადაიარა, ასე ვიტყოდი. ძალიან რთული დასანახი იყო ის ბიჭები, ვინც მოდიოდნენ დაჭრილები, ძალიან რთული დასანახი იყო ჰოსპიტალში, როდესაც ბომბი ჩამოვარდა და აი ამ ყოველივე იმის მერე ამ ქალაქიდან რომ ცდილობენ რუსებს გვერდში დაუდგნენ და მათზე მიდის ის პროპაგანდა რომ აბა ომი გვინდა არის ძალიან რთული და ძალიან ძნელი. მე მაგალითად გული მტკივა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გორელი ოღონდ არ გააბრაზოს მამა ბატონი, ასე ვიტყოდი, აი მიჩუმებულია და არის ჩუმად და მე დღეს ვფიქრობ, რომ სიჩუმე ყველაზე დიდი დანაშაულია. როდესაც ხარ ადამიანი და ფიქრობ, შეიძლება, არიან ადამიანები, რომლებიც ვიღაცის მონობის ქვეშ უნდათ ყოფნა, არიან ადამიანები, რომლებსაც თავისუფლებაზე უნდათ ყოფნა, მაგრამ როდესაც გადამწყვეტი სიტუაციაა და ამდენი წელი ჩვენი წინაპრები, დიდი ილია გვეუბნებოდა, რომ რუსეთი რაც იყო და როგორც იყო, იმის მერე რომ შენ ჩუმად ხარ, ეს არის ყველაზე დიდი დანაშაული. მე პატივს ვცემ ისეთ ადამიანებს, რომლებიც გამოდიან და თუნდაც იტყვიან იმას, რომ იცით რამე ქართული ოცნება, ამიტომ მომწონს და ჩამომიყალიბებს. მას ასე სწამს და რა თქმა უნდა მისი აზრი გასათვალისწინებელია. და ჩვენ უნდა ვეცადოთ ის, რომ გადავარწმუნოთ, რომ რატომ არ ვარგა ამ ეტაპზე ქართული ოცნება. მაგრამ აი, როდესაც ადამიანი ჩუმად არის და ვერ იგებ რა უნდა, ეს ყველაზე დიდი დანაშაულია და ვფიქრობ, რომ გორში კიდევ ძინავს ხალხს და გამოსაფხიზებელია. თუმცა ჩვენი პატარა მეგობრები ძალიან ბევრს აკეთებენ ამისთვის. უფრო თამამად, იმიტომ რომ მეც მათ ასაკში რო ვიყავი, უფრო მეც ვაკეთებდი, ასე ვიტყოდი, იმიტომ რომ უფრო სხვანაირად გესმის ყველაფერი. ეხლა თითქოს ცდილობ, რომ ილაპარაკო, არა, შენ თავისუფლებას ეხებიან, ჩემ თავისუფლებას და მე არ გავჩერდები, მაგრამ მით უმეტეს ვერ გაჩერდები, იმიტომ როდესაც დედა ხარ და სინდისის პატიმრები ყავს იმათ დედებს თვალებში როგორ უნდა შეხედო. თუმცა არიან ადამიანები, რომ არიან ჩუმად, არაფერს არ იძახიან და მე ეს სიჩუმე ძალიან მაღიზიანებს. მე ეს სიჩუმე ძალიან მწყის პირველ რიგში, იმიტომ რომ გორში ხა ცოტა გადახვევას გავაკეთებ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს დედების დანაშაულია. მოხდა ძალიან დიდი დანაშაული, მოგვიკლეს 16 წლის ბიჭი და ამ დროს მე ვფიქრობდი, რომ ვიღაცა დედა იტყოდა, რომ გავიდეთ ქუჩაში და ვთქვათ, რომ ეს დანაშაული არ უნდა მომხდარიყო, არ უნდა მოხდეს. ამ დროს ქალაქს ძინავს და დუმილია. და ჩემთვის იყო იმხელა შოკი ეს, რომ ძალიან ცუდად გავხდი მერწმუნეთ და არ არის მარტო პოსტების წერა. პოსტის წერა ადვილია დადგები და წერ, დისკომფორტს არ იქნის, ახში ზიხარ, შვენივრად სიგრილესი, შეიძლება ყავაჭიქაც გედოს და პოსტს წერ. პოსტის დაჭერა ამაში არ არის მარტო საჭირო. მე ვთვლი, რომ მარტო გორიდან კი არა, მთლიანი საქართველოს დედები უნდა დამდგარიყვნენ ქუჩაში და აი საშინელი დანაშაული უნდა აღიკვეცოს, არ ვიცი, მიცით რა, მე ხა იურისტი ვარ და არ უნდა ვიძახდე ლინჩის წესით გასამართლებაზე, არ უნდა ვსაუბრობდე, მაგრამ როდესაც ამას აკეთებდნენ ჩვენი წინაპრები, ვიღაცისთვის იყო მისაბაძი მაგალითი, რომ იცი, შენ ამას რო ჩაიდენ, შეიძლება ხალხმა ეს გაგიკეთოს და რაღაცნაირად ვფიქრობ, რომ სანამ დანაშაულს ჩაიდენ და რაღაცის შიში მაინც ექნებოდა. ეხლა შიშის ფაქტორი არ არსებობს. ეხლა არ ეშინიათ და რატო არ ეშინიათ? იმიტომ რომ მის ძველი ბიჭი არჩევნებზე მიეხმარება და მისთვის ბოდიშით ჯარგოს მიხმარ გაправებულია მისი დანაშაული. აი, ზუსტად ამიტომ უნდა გამოვიდეს ხალხი ქუჩაში, ზუსტად ამიტომ უნდა გამოვიდნენ დედები ქუჩაში, რომ შემდეგი მისი შვილი არ იყოს. მე არ ვიცი, შეიძლება ჩემი შვილი ქუჩაში გავიდეს და სახში ვეღარ მოვიდეს. ან დააკავონ, ან მოკლან, ან გადააგდონ, ან ესროლონ. მე არ ვიცი. და რაოდენ რთული არ უნდა იყოს, შვილები მყავს ჩამოსული.
ევროპაში ცხოვრობენ და მე გარეთ ვერ უშვებ. მე შინია რომ გარეთ გავუშვა. იმიტომ მე შინია რომ ამ ქვეყანაში უკვე ყველაფერი მოშლილია, ყველა ინსტიტუტი დანგრეულია და არა ვართ დაცულები არ ჩვენ და არ ჩვენი შვილები და აი ამიტომ უფრო უნდა გამოფხიზდნენ და აი ამიტომ უფრო უნდა ყველა დადგეს ქუჩაში. თუმცა სამწუხაროდ კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ არა მარტო გორს, ყველა ქალაქს ცინავს და ალბათ საჭიროა გამოფხიზლება. ბანერებზე საარჩევნო პლაკატებზე კი აწერენ მშვიდობა ქალაქს და მშვიდობა გორს და მშვიდობა თბილისს და ასე შემდეგ და ამ დროს რა ვიცი აი თბილისშიც რა ხდება იქ და გამოსახლებას დავიგავანებოთ აი თავზე დაეცეთ რა ქვია კორპუსის ხო გარემო ვაჭრეს ხო ყველაფერთან პასუხისმგებლობისგან თავს ირიდებენ თითქოს ეს რა ვიცი მათი ბრალი კი არა უბედური შემთხვევა ხო ასე უბედური შემთხვევა ჩვენი ბრალია ჩვენში უნდა ვეძებოთ იცით ჩვენ თუ გვინდა კარგი სახელმწიფო ჩვენ თუ გვინდა კარგ გორში ვცხოვრობდეთ ალბათ ჩვენში უნდა ვნახოთ და ვეძებოთ ეს ყველაფერი სამწუხაროდ სიმართლეს რომ იტყვი გიჟი ხარ ასე შეგრაცხავე თუ რავი რაღაცას რო იძახი რომ რაღაცა არ მოგწოს ინტრიგანი ხარ იცით რა ეს სიტყვები კარგად დაამუშავეს უკვე და მე ძალიან ხშირად მაქვს ხოლმე გასვლა რეგიონებში რაიონებში წინა საარჩევნოდ მით უმეტეს და მაინც იმ ჩვენ ამ უმრჩეველს ახლა მე როგორც ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენელი ხა უკვე ისე ვისაუბრებ, გვაქვს ხოლმე გასვლები და სამწუხაროდ იცით რა არსებობს კიდე? იცით რა ჩვენ რუსეთში ვაშლს გავიტანთ. აი ეს მარცვალი კიდე ჩაუტოვეს და დაუტოვეს. უნდათ რომ აი იმ ძველ ხალხს, რომლებსაც ვაშლი გაჰქონდათ და მერე მოდიოდნენ და თურმე კარგად ცხოვრობდნენ, აი ეს ხალხი კიდე რო ხდებოდა იცი რა აი ვაშს გავიტან. კაცო მე ბევრჯერ მეთქვია ხალხო ჩვენ განა რუს ხალხს ვებრძვით. არა რუს ხალხს არ ვებრძვით. როგორც ყველა ერთშია კარგი და ცუდი, ყველგან არის კარგი და ცუდი, მაგრამ უბრალოდ როგორ შეიძლება მოგწონდეს პუტინის რუსეთი, ხო? ხო არ შეიძლება ვერ მოვიწონებთ, ხო? ნუ არ ვიცი, მით უმეტეს ახლა რომ გადავავლებ ხოლმე თვალს და ამას წინათ უკრაინაში მოუკლეთ კაცი ჭამია ადამიანი რომლებსაც კაცები ყავდა შეჭმული სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ვიძახი როგორ შეიძლება აი ასეთ ადამიანს რომ მისცემ იარაღს და გაუშვებ ის რუსეთი გიყვარდეს და მოგწონდეს როგორ შეიძლება ის რუსეთი მოგწონდეს და გიყვარდეს რომელსაც უნიტაზი ქონდა ჩახუტებული 2008 წლის ომში და პაპუასები ვით იყვნენ ნუ და როგორ შეიძლება 18 წლის ბავშვს რო ელაპარაკები იარაღი რო აქ მობჯენილი და ეუბნები რომ შენო ქალს იარაღს როგორ უშველა ამ ბავშვო გეუბნება რომ მე ეს მიბრძანესო და უნდა გავაკეთო ხო აი ამ რუსეთთან ურთიერთობა მე მგონი არავის არ უნდა უნდოდეს ალბათ ქალაქის ყველაზე მწვავე პრობლემას თუ შევეხებით ყველა დამეთანხმება რომ არის კრიმინალური ვითარება ქალაქში ყოველ კვირას ალბათ ხდება სროლა რომელიც ზოგი სიკვდილით ვთავრდება, ზოგი დაჭრით და ესეთი მდგომარეობა გვაქვს. რასაც ვეღარც პოლიცია აკონტროლებს და ვერავინ და მეორე პრობლემა რომ ამის გაცნობიერებაზე უარს აცხადებს ხალხი. რომ ქალაქში გაქვს ძალიან ცუდი მდგომარეობა, პირდაპირ უარს ამბობენ. ერთი რომ თვითონ გეტყვის რომ უკვე ჩიკაგოში ცხოვრობთ, რა უბედურებაა და რო ეტყვი აი შენი კოცების ბრალია ეს რომ ეს უხდებოდა. მე ამას გიბრუნებს პასუხად და ძალიან რთულია ამ ადამიანებთან საუბარი. მერე რისთვის ვიბრძვით ყველანი და ვიტყვით ევროპული მომავლისთვის და ეს ევროპული მომავალი სიტყვაც ცნება თუ რაც არის ძალიან გააფუჭა პროპაგანდამ და აღარავინ აღარ იცის რა არის ევროპული მომავალი და არა და ძალიან მარტივი რამეები გვინდა ყველას ცხოვრობდეთ კი ჩვენც გვინდა რომ მშვიდობიან სახელმწიფოში ცხოვრობდეთ და არ იყოს ეს ქვეყანა ფეოდალური მართვის პირობებში სხვა ხო არაფერი გვინდა თანაბარი შესაძლებლობები გქონდეს ყველას და არ გქონდეს იმ ბიზნესმენს შესაძლებლობა რომ ატკატის პონჩი დაითრიოს ტენდერი და ყველას თანაბრად შეუძლია აი მარტივ რაღაცეები გვინდა და ისე გააფუჭეს ყველაფერი რომ ამის თქმაც კი გვავიწყდება ხან ისეთ რაღაცებზე საუბრობთ რომ ვეღარ იგებს ხალხი აღარც ვესაუბრებით ხშირად არის ხოლმე აი კომენტარები რომ რისთვის დგანან აქციაზე რა უნდათ და ესეც აღარ არის ახსნილი და გასაგები ძალიან ბევრი ადამიანისთვის და ხო აი NGO-ებზეა საუბარი კიდე რატო არ არიანო ხო აქციებზე
აქციებზე კი არა ქალაქში აღარ არიან NGO-ები. საიას ოფისი დაიხურა გორში. და ახარავინ აღარ არის, ვინც გამოა. ინტელექტუალური რესურსი რაც შეიძლებოდა ქონოდა ამ ქალაქს მიედინება. ადგილზე არავინ რჩებიან. უამრავი ადამიანი გორელი ვიცი, ვინც თბილისის აქციებზე დგას და იქ არის. და ესენი არიან პროფესორ მასწავლებლები, სხვადასხვა სექტორში დასაქმებულები და აქ ადგილზე ძალიან ცოტა ადამიანი დაუჭით. და ესეც ძალიან მწვავე პრობლემაა რა ერთ-ერთი. თუ სულ რა გვინდა თავისუფალი გამოხატვის საშუალება რო გქონდეს. და ამის გამო არ ვიცი რა მოღალატეობას გვაბრალებენ და რო კითხო ვის ღალატობ გეუბნებიან რომ პარტიას და არავის მიუწია ფიცი პარტიისთვის რა ჩვენი ღირებულებები გვაქვს ჩვენი საქმე გვაქვს ვიცით რასაც ვაკეთებთ როგორც ვაკეთებთ და სწორი როა ეს საქმე და ამას მიყვებით და არ ვიცი ძალიან ელემენტარულებზე ვეღარ ვსაუბრობთ ადამიანები ერთმანეთთან და ეგეც ერთი რთული პრობლემა მგონია ო ასეთი წარწერა ნაუმარი ქალაქი ბოდიშს არ მოიხდის ხო და მაინტერესებს რა რეაქცია მოყვა საზოგადოებაში და რა რეაქცია მოყვა ოცნების რეაქცია მოყვა ის რომ მომდომეს დახურვა და ბიჭები ძალიან ცუდ დღეში ჩავარდნენ და გოგოებიც ნუ ყველანი ანუ ახალგაზრდები ძალიან ცუდ დღეში ჩავარდნენ და რა ვიცი ბოდიშის მოხდა არასდროს არ გაჭირვებია ქართულ ხალხს როცა იცი რომ მართლა დამნაშავე ხარ ბოდიშს მოიხდი მაგრამ ნაუმარი ქალაქიდან მართლა ბოდიშის მოხდა ძალიან აბსურდია და სასაცილოც არის უკვე გვეცინება იმ ტონეზე მიგვიყვანეს რომ გვეცინება ვის უნდა მოუხადოთ ბოდიში ვის შვილები რო დაგვეხოცეს ვის უნდა მოუხადოთ ბოდიში როდესაც ბიჭები შესაყვანად რო იყვნენ გამოსაყვანად რო იყვნენ შესულები და მე ნახე ის მამაოები რომლებმაც ეს ბიჭები გამოიყვანეს ფერი აღარავის არ ქონდა ზედ და სახეზე რო დავინახე აჩრდილები მეგონა ეს ხალხი ვის უნდა მოუხადოთ ბოდიში ვის აფხაზეთში რას აკეთებდნენ კარგი სამაჩაბლოზე აღარ ვისაუბრებ რომ გორში ვარ და არ დაგვავიწყდეს აფხაზეთი აფხაზეთში რასაც აკეთებდნენ გოგონას რაც გაუკეთეს ბუჩაში ბუჩამდე იყო ქონდა ჩვენ ასეთი ევროპულ საქართველოს რეები გაუკეთეს მაგალითად მე მყავს დედამთილი ეშერიდან და ძმა მოუკლეს სახში აი ეს არაფერის გამო შევიდა ორი შეიარაღებული ადამიანი და 75 წლის დედის თვალწინ დედას მოუკლეს შვილი კარგით იქვე მეზობელი რომელიც მათ მოასწრო რომ შვილიშვილები გაიყვანა და შემოbrunდა რატომღაც პასპორტი დამრჩაო და რა თქონდა ის პასპორტი არ ვიცი ვეღარ მოასწრო და კარებში იქვე იპოვეს მკვდარი ეს ძალიან ისეთი ნიუანსები მაგრამ რომელ სისასტიკესაც ისინი აკეთებდნენ რომ მართლა ადამიანის თავებით ფეხბურთს თამაშობდნენ მართლა 18 წლის ბავშვი გაკრეს გააჭრეს გაკერეს და აი ასე არ გაფრთხილიანდება ქართველი და რუსიო და აფხაზიო ამ ხალხს უნდა მოუხადოთ ბოდიში და მე აღარ მაქვს საუბარი რომ როგორ წყურობდაო გვაშარდებდნენო ზემოდანო რომ აი ეს დალიეთო და საკუთარ დედა შვილის თვალი გადააყლაპეს ამ ხალხს უნდა მოუხადოთ ბოდიში და კიდე ხო ჩვენ ბევრი რამე არ ვიცით, იმიტომ რომ ქართველი ქალი ძალიან ამაყია და იმ შეურაცხყოფას კიდე რამდენი არ საუბრობს და არ ლაპარაკობს, მაგრამ ამას წინათ წავიკითხე, რომ ვიღაცა შორენაო ოსებს იმდენჯერ გაყავდათ და შემოყავდათო, რომ ეხვეწებოდა მე როსხვები არ გაიყვანოთ, მე გამიყვანეთო. რამდენი ასეთი მითხარ და ამათ უნდა მოუხადოთ ბოდიში? აი არ ვიცი მე ამაზე ძალიან ცუდად ხვდები, როდესაც ფიქრდები და ძალიან ღმად რო წავიდეთ და დაუფიქრდეთ ხალხო. შეიძლება ადამიანი ჭკუიდან გადავიდეს. ვიზე გთხოვენ ბოდიშის მოხდას? ვიზე? იმ ხალხზე, რომლებმაც გაიმეტეს პატარა ბავშვები სასიკვდილოდ. გაიმეტეს ქართველი დედები შეურაცხო აყენის მარტო იმიტომ რომ ქართველი დედები იყვნენ და ქართველი ქალი ამას არ გააკეთებდა და გაუკეთეს ის რაც ცხოვრებაში არ გაუკეთებიათ მათ უნდა უხატოთ ბოდიში ძალიან დიდი ბოდიში ბევრ ამას ვერ ლაპარაკობ ასე იმათ უნდა მოუხატოთ ბოდიში და
წარმოიდგინეთ ყველამ ჩვენი ახლობლები, ჩვენი დედები, ჩვენი დები. რატო ისინი ამას არ წარმოიდგენენ, რომ შეიძლება მათი შვილი ყოფილიყო, მათი დედა ყოფილიყო, მათი და ყოფილიყო, მათი ნათესავი ყოფილიყო. ყველაფერი ფულზე იყიდება? გამოდის ის, რომ საქართველოს ვყიდით ფულზე. მე ასე მგონია და ის ადამიანები, რომლებიც ჩუმად არიან, საქართველოს ყიდიან ფულზე. სხვა რა უნდა იფიქრო, თუ ვწდები ახალგაზრდებო მივიღებ შენი შნას, რომ ვწდები, მაგრამ სამწუხაროდ არ ვწდები და ეს ასეა და ამიტომ ძალიან მტკივა გული და ერთხელ და სამუდამოდ ყველა მიცოდეს, რომ მარტო ნაუმარი ქალაქი კი არ მოიხდის ბოდიშს, არც ერთი ნორმალური ადამიანი არ მოიხდის ბოდიშს და არც ერთი დედა არ მოიხდის ბოდიშს. მე ასე მგონია. ცირეს დავამატებ რა ემოციურ ნაწილს რო არ შევეხოთ და დავფიქრდეთ სახელმწიფო როგორ პოზიციონირებს რომ ამბობს რომ მე დაგიწყე ომი მე მაქვს ბოდიში მოსახდელი რა რჩება შემდეგი ეტაპი რომ მე უნდა ვაღიარო შენი დამოუკიდებლობა ეს არის ყველაზე ძაფრად მიუღებელი ჩვენთვის ეს გახდა რომ ჩვენი სახელმწიფო ემზადება რომ თავის ტერიტორია აღიაროს დამოუკიდებლად სხვის ნაწილად და ეს პროტესტიც მაგას მოყვა და ყველაფერი ამიტომ მაგიტომაც არ მოვიხდით ბოდიშს რომ ჩვენ არც ომი დაგვიწყია არც გენოციდი მოგვიხდენია ეროვნული უმცირესობების და მithumes რუსეთთან იყო ომი და რუსეთს რატო უნდა მოუხადო ბოდიში არ არსებობს და ინსტალაციას რაც შეეხება ნუ ცალსახად საზოგადოებაში ჯანმრთელ საზოგადოებაში უნდა ესე ვთქვათ დადებითი ის ქონდა გამოხმაურება და ძალიან ბევრი ადამიანი პირდაპირ გეუბნებოდა რომ ის იყო ანუ ქალაქის ნამუს სინდისი იყო რა ანუ ქალაქმა თქვა ეს რაღაც და მაგრამ მე შემოგვისიეს ტროლები ხო და არ ვიცი რას გიშევოდრე იცი აი ნიკა აკვირდებოდა ხოლმე ეს ტალღა-ტალღათ მომდიოდა რა ეთყობა რაღაც ჩატებში გააზიარებდნენ ამ იმას ვიდეოს თუ რაღაც ფოტოს და რო წამოვიდო და ერთიანად ნიაღვარივით აი გადაგულიდნენ მე ჩაწყარდებოდა მე ისო და ანუ ესეთი ის გქონდათ რა მაგრამ ნუ ცალსახად საზოგადოებამ მიიღო ისე როგორც უნდა მიიღო რომ მართლა არ აქვს არავის ბოდიში მოსახდელი რასშორია ეს და თუმეტეს ხო ანუ ამ ქალაქში და ალბათ ეგ ყველაზე მტკივნეული კიდევ ეგ იყო რომ ზუსტად აქ თქვა ეგ ფრაზა რა რომ აქედან დაიწყო ბოდიშის კამპანია იმიტომ რომ ანუ სიმბოლურად დაამთხვიეს ეხლა მაგას აღარ უნდა ის რომ ეგ არ იყო რა სპონტანური ამბავი სიმბოლურად დაამთხვიეს და არ ვიცი მაშინ ახლა სიმბოლიზმზე წავიდა დავა მოდი და ესე ვიდაოთ თავად მონასათხმელს რეალურად მე რასაც ვფიქრობ ის რომ ქვეყანაში აი მაგალითად ანუ ამ ბოდიშის თემაც ამდენი კრიმინალის ნუ როგორც ახსენეს რომ ახლა რამდენიმე დღის წინ აქ 16 წლის ბიჭი მოკლეს სასტიკად და აი ამ ყველაფერზე ხალხის რეაქცია არ იყო რა ფაქტობრივად არანაირი რეაქცია არ იყო და ეს არ ეხება მარტო გორს ვფიქრობ საქართველოში ემპათია საერთოდ აღარ არის რა ძალიან დავარდა ემპათიის დონე თელ საქართველოს მასშტაბით რა და ეს ჩემი გადმოსახედიდან არის პირდაპირ ეკონომიკური პრობლემების გამო დღევანდელი ქართველი არის 90-იანების ველური კაპიტალიზმის გადმონაშთი, რომელიც მხოლოდ მომხვეჭველი და მომპოვებელი იყო. მაგალითად, მე თბილისში ერთ გამოსახლების აქციაზე ყოფილი ვარ და მინახავს როგორ აი რაღაცა როგორ ენთუზიაზმით ახსულებს ბიუროს თანამშრომელი თავის სამსახურებრივ მოვალეობას. როგორ ენთუზიაზმით ასრულებს გდდ-ს თანამშრომელი აქციაზე თავის სამსახურებრივ მოვალეობას. რა თქმა უნდა, სამსახურებრივ მოვალეობა ჭყალებში ორივე შემთხვევაში. ანუ აქ ჩდება ძალიან მარტივი ჭეშმარიტება, რომ ესენი არიან უბრალოდ მომხვეჭელები, მომპოვებლები და არანაირი, ასე ვთქვათ, რაიმე ემპათიური გზნობა არ აქვს ამ ადამიანებს და ეს ყველაფერი ზუსტად აი ამ პოლიტიკური სისტემის ბრალია, რაც დღევანდელ დღემდე მოვედით. რა აი ამ პოლიტიკურმა სისტემამ ქართულ საზოგადოებას დააკარგვინა ემპათია. ამ ემპათიის დაკარგვა კიდე იფუთება დღევანდელ საქართველოში როგორც აპოლიტიკურად. აი მე აპოლიტიკური ვარ არა, უბრალოდ აპოლიტიკური არ ხარ, უბრალოდ არანაირი ემპათია არ გაგაჩნია და მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობ, ხო? ანუ არ არსებობს ადამიანი, რომელიც არის აპოლიტიკური, თანამედროვე სამყაროში და ანტიკური სამყაროდან ასეა. ხო და აი ამ პროპაგანდის გარღვევით
ეკონომიკური მდგომარეობაც ვფიქრობ, რომ ახლა რა თქმა უნდა ერთ-ერთი მთავარი ბენეფიტი ევროპული ქვეყნებისა და ჩვენი ევროპული მომავლის არის ეკონომიკური კეთილდღეობა, რომელსაც ნამდვილად იმსახურებს ქართველიერი და ნამდვილად მიიღებს, როდესაც ევროპის ოჯახის წევრი გახდება. და აი აქედან გამომდინარე, შემდეგ როდესაც ქართველი აღარ იქნება ეს მომხოჭველი, აღარ იქნება ეს ველური კაპიტალიზმის პირნათელი წარმომადგენელი და სხვა რაღაცეებზეც გაუჩნდება ემპათიური გზნობები, ნამდვილად დაიხვეწება საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება. რასაც დღეს ვერ უწოდებ, იმიტომ რომ დღევანდელ დღეს, როდესაც შენი თანამებრძოლები, თქვათ, რავი, შენი თანამშრომლები, კურსელები რუსთაველზე დგანან და ასისხლიანებენ და შენ რაღაცა ძალიან კომფორტულად რესტორანში ქეიფობ, ამ საზოგადოებას დღეს ძალიან გაუჭირდება რაიმე შექმნა. თუ არ მოახერხა და არ გადარჩა აი ამ პერიოდში და აუცილებლად ვფიქრობ, მაინც დავიტოვოთ პოზიტიური იმედი, რომ აი გადავლახავთ ამ ყველაფერს და ეს ჩვენი ევროპული ოჯახის გაერთიანება მოგვიტანს იმას, რომ ჩამოყალიბდება ღირსეული სამოქალაქო საზოგადოება. რუსკათან კიდე რა მაინტერესებს ისეში. აი როგორც აქტივისტები, როგორც აქტიური მოქალაქეები, როგორც წარმოგიდგენია, როგორც შეგვიძლია ერთმანეთი გავაძლიეროთ ამ პროცესში. თქვენ ისნებართ გაერთიანებამდე და წან უკვე ასაუბრებით თემების არ შევაწყვეტინეთ ჩემს მეგობრებს. პირველ რიგში მაგებს გავუსამხელს და შემდეგ შენს კითხვასაც უპასუხებ. ერთ-ერთი მოახსნა, რომ გორის აქტივისტების დიდი ნაწილი თბილისში დგას. სამწუხაროდ ეს არ ხდება მხოლოდ გორის აქტივისტებიდან, ხდება სხვადასხვა პატარ-პატარა ქალაქების აქციებიდან. პატარა ქალაქებში აქციებზე დგომის მაგივრად ადამიანები მიდიან დგანან თბილისში. რატომ? რეალურად ჩემი გადმოსახედიდან. იმიტომ რომ თბილისში არ ჩანს. თბილისში შეიძლება იყოთ აქციაზე და 10-დან 1-ზე ვერ დაგინახავ, რომ დგახარ. ეს შემთთვის პირადად არის რა მომენტი, რომ კომფორტში დარჩუნებ. მე როგორ შევდგავარ 5 კაციან, 6 კაციან, 10 კაციან აქციაზე, ყველა მხედავს და სერიოზული პრობლემებით შეგვექმნა ამის გამო მე ცოთოსაც, ნიკასაც, თეოსაც და ძალიან ბევრ ჩვენს მეგობარს, იმიტომ რომ აქ ჩარვართ, აქ ხედავს ყველა. ახმადია ვინ დგას აქციაზე. თბილისში 50,000 კაციან აქციაზე, 300,000 კაციან აქციაზე რო ჩადიხარ, იქ ჩვენც დავდივართ. კვირაში ერთხელ მაინც ჩავდივართ გორიდან, ყველა დიდ აქციას ვესწრებით, რომელიც წინასწარ დაგეგმილია, მაგრამ პარალელურად ვდგავართ გორში, გორის აქციაზე. იმიტომ რომ მე ვთვლი რომ პატარა ქალაქების აქციებია პირველ რიგში გასაძლიერებელი. იმიტომ რომ რამე მოხდეს, რომ რაღაც უცბად და გასასვლელი იყოს, თბილისში ყოველთვის გროვდება ის ხალხი, ვინც უნდა ჩაატაროს აქცია. აქვს თბილისს მაგის რესურსი, იმიტომ რომ არის დიდი ქალაქი, იმიტომ რომ არის სტუდენტური ქალაქი, მეტად სტუდენტური ქალაქი. გორში ვის რა უნდა მოთხოვო, როდესაც ერთადერთი სტუდენტი ვიყავი ამ პროცესების მანძილზე, ვინც აქციაზე იდგა. ვის რა უნდა მოთხოვო, როდესაც ერთადერთი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი ვარ, ვინც უწყვეტად დგას აქციაზე. და როდესაც ვამბობთ, რომ გორში აღარ არის არასამთავრობო სექტორი და დაიკეტა საია თუნდაც და აღარ ყავს სხვადასხვა ორგანიზაციები. რეალურად არიან გორში ადგილობრივი ორგანიზაციები, რომლებმაც ძალიან დიდი რესურსი მიიღეს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციიდან სხვადასხვა პერიოდის მანძილზე და ბევრად დიდი მოღვაწეობის ისტორია აქვს ვიდრე ოთოს ორგანიზაციას, ვიდრე ჩემს ორგანიზაციას ან ნებისმიერ პატარა არასამთავრობო ორგანიზაციას. რეალურად ეს ადამიანები ჩვენ გვითვლიან, რომ იცი რა ძალიან მიხარია, ჩვენთვის ძალიან დიდი ძალაა თქვენი აქციაზე თქო, მაგრამ მე ვერ გამოვარ. პირში რო გეუბნებიან მაგას, შენ როგორც 23 წელს ახალგაზრდა, კარგავ мотиваციას. როდესაც იმან აიღო 1000-ები, 10.000-ები, მილიონები აკეთა პროექტები და ატარეს ამ ორგანიზაციებმა ქვეყნიდან ქვეყანაში და არ შეუძლია დაიცვას ის რაც მიიღო. ჩემი გიქთქომა მარტო რატო გიხარია, ხო? და ეს იწვევს შინაგან პროტესტს. და ყოველთვის ეს განცდა მაქვს ხოლმე, რომ როგორ თხოვმე სტუდენტებს გამოდით აქციაზე, როდესაც არ დგანან ლექტორები აქციაზე, როდესაც არ დგანან მასწავლებლები აქციაზე, არ დგანან სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები, ვინც გაზარდა ეს ახალგაზრდები. ჩემთვის მაგალითად როგორც ახალგაზრდისთვის, რომელსაც ილიაუნიში ერთ-ერთი ილიაუნი იყო, რომელშიც მინდა ჩაბარება, ყოველთვის იყო დიდი мотиваცია შენი აქციაზე დგომა, თემო შენგელაიას აქციაზე დგომა, ჩემთვის იყო ხოლმე რაღაც სხვა რომ ხედავდი, იმიტომ რომ თემო როგორც პოეტი, როგორც აქტივისტი, როგორც ლექტორი ძალიან მიყვარდა ყოველთვის. ბევრი იყო ასეთი. და დღესაც ჩემთვის როგორც სტუდენტისთვის ძალიან დიდი мотиваცია ის, რომ ჩემი ლექტორები, რომლებიც თბილისიდან არიან მოწვეულები, დგანან თბილისში აქციაზე. და თბილისში მცხოვრებ ლექტორს ვერ თქო გორში ჩამოდი, მაგრამ გორში ვინც არის აქტივისტი, ერთი ლექტორი რო დგას მარტო აქციაზე, ეს ჩემთვის დიდი დისკომფორტია. და ამ დროს გამოდის, რომ ვერ ვეტყვი მე სტუდენტს გამოდი აქციაზე და დადექი ჩემს გვერდით, იმიტომ რომ ლექტორი ვინც მისაბაძი მაგალითად იმისთვის არ დგას აქციაზე, ერთი ლექტორის გარდა არავინ არ დგას აქციაზე. ამიტომ ჩემი აზრით ჯერ უნდა ვეძებოთ ზუსტად ამ მთავარ რგოლებში მიზეზები. რატომ არ გამოდის სტუდენტი აქციაზე, რატომ არ გამოდის ახალგაზრდა აქციაზე, რატომ არის პირობითად პატარა ქალაქებში ასეთი ჩამკვდარი პროტესტი და 5-6 კაცის განატო შედგება, ამას სანამ ვიკითხავთ, მანამ უნდა ვიკითხოთ სად არიან ისინი, ვინც რეალურად უნდა იდგნენ. განა თბილისის აქციაზე რომ მიდიოდნენ გორიდან და ამხელა მანძილს გადიოდნენ ყოველ დღე, უნდა გავიდნენ და შეუერთდნენ. ანუ გორიდანაც ძალიან ბევრი ვიცი ნიკამე, ვინც იქ მიდის კვირაში ერთხელ მაინც, მაგრამ გორში ერთხელ არ ყოფილა 180 დღის მანძილზე. ესეც შემიძლია ჩამოგითხოვოთ უამრავი. გორში პირადად მე მითხრა ერთ-ერთი ორგანიზაციის წარმომადგენელმა, რომ მიხარია რომ მანდ გახარ, მაგრამ შინაგან მეს ვერ ვაბიჯებ რომ მე დავდგე. ანუ რატო?
ხო უნდა იყოს ჩემთვის მოტივაციის მომცემი ადამიანი. როდესაც ოპოზიცია არ გამოდის და არ ყოფს თავს საკუთარი ოფისებიდან, პატარა ქალაქებზე მოხს ამ შემთხვევაში საუბართ თბილისში ვიცით რომ უფრო აქტიურად არიან ჩართული პროცესებში, რა თქმა უნდა მოტივაციას კარგავს საზოგადოება. ამიტომ ჩემი აზრით ჯერ მთავარ რგოლებში უნდა ვეძებოთ მიზეზები და შემდგომ უკვე უშუალოდ ინდივიდებზე დავიდეთ და როდესაც ეს რგოლები გამოსწორდება და მიხვდებიან რეალურად სად არის მათი ადგილი, შემდგომ უკვე ეშველება პროტესტსაც და აქციასაც, იმიტომ რომ აი სულ მაგას ვამბობ ხოლმე, როდესაც დაინიცირეს რუსული კანონი, იყო ბუმი არასამთავრობო სექტორის ყველა გარეთ იდგა. როდესაც განხორციელება დაიწყეს, ხმას აღარავინ იღებდა. ანუ ინიცირებამ უფრო დიდი პროტესტი გამოიწვია მათში, ვიდრე იმან, რომ განხორციელებაზე გადავიდნენ. ფარა, როდესაც სასამართლოში მიდიან უკვე. ანუ ფარა, როდესაც დაინიცირეს, როდესაც უკვე განხორციელებაზე გადავიდნენ, არავის არ ქონია რეაქცია. და ამ დროს 10-ჯერ უფრო რთულია და 10-ჯერ უფრო მეტად დისკომფორტს უქმნის არასამთავრობო სექტორს, ვიდრე რუსული კანონი უქმნიდა. მაგრამ არავინ გამოსულა ისევ ჩვენმა პროტესტებით ადამიანები, რომლებიც სიტაც ყოველდღურად გავართ ქუჩაში. ამიტომ ჩემი აზრით ეს ძალიან დიდ მოტივაციის დამკარგვალ ფაქტორებს უწყობს ხელს ახალგაზრდებში და ზოგადად პროტესტის მონაწილეებს, რომლებიც აქამდე იყვნენ აქციაზე და დღეს აღარ არიან. რაც შეეხება დანარჩენ ფაქტორებს, რა გვჭირდება ჩვენ და შეიძლება ერთმანეთი გავაძლიეროთ, ჩემთვის როგორც გორის აქციების აქტიური მონაწილეისთვის ძალიან დიდი მოტივაცია ხომ, როდესაც ჩამოდიან თბილისიდან მაგალითად და საბედნიეროდ ჩვენ გვაქვს ამის საშუალება და ფუფუნება, რომ ხშირად არიან ჩვენთან თბილისიდან ჩამოსული აქტივისტები, რომლებიც თავად გამოცდილებას გვიზიარებენ, შეგვიძლია ჩვენი პრობლემების შესახებ ვესაუბროთ. ზუსტად 7 აგვისტოს იყო ერთობა ჩამოსული და ჩვენთვის ეს დიდი მოტივაცია, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ 7 აგვისტო ყველასთვის ძალიან მტკივნეული დღეა გორში განსაკუთრებით, მაინც არ იყვნენ ეს ადამიანები გამოსულები, რომლებსაც წეგანს საუბრობდით, თუნდაც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ჟურნალისტები, დევნილები, მაგრამ ჩვენთვის იმ ადამიანების ჩამოსვლა და ის, რომ ვაინტერესებთ, ძალიან დიდი მოტივაცია იყო. ამიტომ ჩემთვის აი ეს ერთმანეთის მხარდაჭერა და ერთმანეთის გატანა ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, მიზეზია იმის, რომ ქუჩაში ვიდგეთ დღესაც. კაი, გაძლიერებაზე ვიტყვი, ერთმანეთი რითი უნდა გავაძლიეროთ, ძალიან მარტივად ვიტყვი, ერთმანეთის დანახვით, ერთმანეთის პატივისცემით და ერთმანეთის გაქეზებით. აი ხაშურში არის, ხაშურელი აქტივისტია მეყანწიშვილი, რო ხედავ ხოლმე, ხო. არ ვიცი როგორ შემიძლია გავაძლიერო ეს გოგო, გარდა იმისა, რომ მორალურად უჭერ მხარს და აქ გორში ვდებ ჩემ კონტრიბუციას, რაც შემიძლია და ზოგჯერ თბილისშიც. აი ზუსტად ეგ არის, რომ ვინებიც ვართ, თავშიც აღვნიშნე. ის კი არ უნდა მითხრა, რომ აი აზრი აღარ აქვს და მე მაგიტო გავიწიე. ეგ არ უნდა მითხრა, არასდროს არ უნდა მითხრა ეგ. პირიქით. მარტო დანახვით, რომ შენ რა მაგარი ხარ, სადამდე გაყევი ამ ბრძოლას, შენ თუ ესე გააგრძელე, შედეგსაც დადებ, მაგით უნდა გამაქეზო და მაგით უნდა გამომხნევო და ვინებიც ამ პროცესში დავრჩით, მაგ ჯგუფებმა უნდა ვიმუშაოთ ზუსტად ჩემი აზრით ერთმანეთზე, ერთმანეთის გამხნევებაზე, მხარდაჭერაზე და ვიტყვი, რომ რუსკამ ჩამოთვალა ვინები უნდა იყვნენ პროტესტში და არ არიან, მეც მაქვს გულის ტკივილი, მაგრამ რატომღაც საქართველოში ეროვნული ინტერესების გარშემო ვერთიანდებით ხოლმე და იატაკქვეშეთის ორგანიზაციებიც ძირითადად ამაზე იყვნენ, ხო? ჩვენს გვაერთიანებს ეროვნული ინტერესები და მე ვფიქრობ, რომ აი ამ ეროვნული ინტერესის გარშემო თუ ვიქნებით გაერთიანებული, ვფიქრობ აი ანტირუსულ მოძრაობას ბრძოლას გავიტანთ აუცილებლად ბოლომდე და სამაგალითოდ. მადლობა. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა, რომ საუბარი შედგა. ჩვენ დღეს ვართ გორში და შევხვდით არაჩვეულებრივ ადამიანებს, ვინც ყოველდღიურ პროტესტში მონაწილეობენ. და იციან მართლაც ამ ქვეყნის ფასი იციან უბრძოლველად არაფერი არ გამოვიდა ჰაერზე და Facebook პოსტებით არ წყდება ამ ქვეყნის ბედი, ამას ჭირდება უფრო აქტიური მუშაობა, ამას ჭირდება ის რომ ჩვენ დავაფასოთ ჩვენი თანამოაზრეების ეს პროტესტი და ეს რაღაცა ძალისხმევა, ასე ვთქვათ და რაც შეგვეხება ჩვენ, ანუ რითიც შეგვიძლია დაგეხმარებით მაქსიმალურად ჩვენი რესურსებიდან გამომდინარე, ეს პირველ რიგში გამოიხატება ჩვენი ადამიანური რესურსით, რომ აი შეგვიძლია მოვიდეთ და გვერდში დაგიდგეთ, როცა ეს საჭირო იქნება, იმიტომ რომ ანალოგიურად დარწმუნებული ვარ, რომ თქვენც ეგრე მოიქცევით და ეგ არის ჩვენაც გვაძლიერებს და გვაერთიანებს, არის ის, რომ ჩვენ გასაჭირში ერთმანეთს არასდროს ტოვებთ და გვერდით ხოცები ყავს, რომლებიც ხედავთ, რომ ერთი გასაჭირის დადგომისთანავე ერთმანეთს ყიდიან და გადაულიან თავზე და მოისვრიან სანაგვეზე. ეს არის ერთი ესეთი ბერკეტი, რომელიც ჩვენ გვაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ერთიანობით, ერთმანეთის მხარდამჭერით აუცილებლად გავიმარჯვებთ. მოკლედ, ეს იყო ჩვენი ჩართვა გორიდან. როგორ გამოიწერეთ ჩვენი არხი და ლაიქეთ.